კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ თენგიზ არჩოძის ვარსკვლავი რიგით მე-6-ია. სპეციალურად ამ დღისთვის რეჟისორმა დიმიტრი ღვთისიაშვილმა თემურ ჩხეიძის 1982 წელს დადგმული ცნობილი სპექტაკლის 100 წლის წინათ ერთი მოქმედება აღადგინა, სადაც თენგიზ არჩოძე ილია ჭავჭავაძის როლს ასრულებდა. განახლებული სპექტაკლი ვარსკვლავის გახსნის დღეს მხოლოდ ერთი დღით გაცოცხლდა. ჩვენ ვართ პიონერები ამის აღსრულებისა, რომ ილიას აზრები მივაწოდოთ, რაც შეიძლება მეტ და მეტ ადამიანს. Rapiet, mówił. Lecz unieś mi zmowę. Siadorza. Haj, continua. Haj, tačira, tek iluze. Kartoli hartuos. მქონდა ბედნიერება ჩვენ ერთად დავიწყეთ ამ პიესაზეც მუშაობა, მე შეეშინდათ და მარტო თამაშობდის უზღარან თქვრებსა და გზავრის სერიალებს. ამისთანაც ალი, ამისთან ჰაერის სწორედ ბედნიერება. ყველა რეჟისორისთვის არის საოცნებო ამ თაობასთან საერთოდ მუშაობა. მე ამ შემთხვევაში ვერ გამოვყობ ბატონ გივი ბერიკაშვილთან, დათო დვალიშვილთან. ეს არის სხვა თაობა. სულ სხვა სათქმელით მოდიან დღეს ისინი სცენაზე და ილია ჭავჭავაძე იყო ერთ-ერთი ძალიან კაფილ გამოხატულება ამ სათქმელის. ქართულ თეატრსა და კინოს არასდროს აკლდა მსახიობები, რომლებმაც თავისი გამორჩეული ნიჭით განუმეორებელი ეკრანული სახეები შექმნეს. თენგიზ არჩოძე ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც მხატვრული დამაჯერებლობით 100-ზე მეტი როლი მოიტანა ჩვენამდე. მისი ეკრანული სახეები მდიდარი შინაგანი სამყაროთი და ვაჟკაცურობით გამოირჩევა. რომელი თქვენ მოწინვალება? რომელსაც ასე დაჟინებით შესწრებით. ეგ დათათუთაშხია ჩემი ბიძაშვილი. მე იმ სახეს ვასრულებ, მაგრამ ჩემი ავტორისეული ვარ. მე ავტორი ვარ იმ სახეების, რაც შევქმნიან, ესე იგი ჩემი წილიც არის ბატონო. იმ სახეებში ჩემი ხასიათი არის, ჩემი გული არის, ჩემი ნერვები არის, ჩემი თვალი არის და ასე და ასე და ასე. დიდი შრომა უნდა ძალიან ბატონო. ძალიან დიდი შრომა უნდა. ღამეების, ნერვების წყვეტა ყველაფერი ეს ადვილად არაფერი არა. ახლა არის რატომ გძგუნიათ რომ ყველაფერი ადვილი არის, არ მინდა ვთქვა. აი რა არის, რასაც ახლა ვუყურებ ეს ყველაფერი ადვილია და იმიტომ არ არის ღირებული რაც ხდება. რაც ჩანს. მე არავის არ საყვედურს მე არც ამაქვს უფლება ვინმე გამსაჯო. თუ ქრისტიანული ხო იცით არა განისაჯოთ, არა განსაჯოთ, რათა განშილი არ იყო თავად და აი 50 წელია, რაც მსახიობი ქართულ სცენასა და ეკრანს ამშვენებს. ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, როცა მარჯანიშვილის თეატრში პატარა როლზე დაამტკიცეს. მას შემდეგ სცენა და მსახიობი განუყრელნი გახდნენ. ასევე განუყრელად მოყვება მეგობრებს პირველი კურსიდან, პირველი თეატრიდან და პირველი სპექტაკლიდან. ეს არ არის უბრალო კედლები. აქ კინოსები მოვაწეობდნენ და ჩვენ პატარა ლაცერაკები ვიღავთ რომ მოვედით პირველად. ამ ტრადიციებზე გავზარდეთ. თენგიზი ცოტა უფრო ადრე მოვიდა. ის კიდე სტუდენტი იყო და მოიყვანეს. აკაც პატარა როლი ჰქონდა. მე ჩვენ შემოვემატეთ. ვართ და მოვდივართ ესე. ჩვენი შვილები ერთად გაიზარდნენ. მეგობრები არიან. თქვენში ცივილიზაცია როგორ მიდის? მაგაზე ვერაფერს მოგახსენებ. დიდი ხანია რაც ჩემს ქვეყანაში არ ყოფილა. მისი როლები კინოსა თუ თეატრში თითქმის ერთმანეთს უტოლდება, თუმცა მისთვის თეატრი მაინც შეუცვლელია. იქნება ერთი 20-ოდე მოგროვდეს. 20-ოდე, რასაბო? ეგ დიდი ცივილიზაცია ჯობოდო. ესე თუ უშუალოდ ურთიერთობა გაქვს მაყურებელთან დარბაზთან. თვალებში უყურებ, ვისაც ელაპარაკები, ესაუბრები თვალებში. თვალები ძვირფასია, კაცი საუბრის დროს განსაკუთრებით. მსახიობები ხშირად ამბობენ, რეპეტიციის დროს მუშაობა უფრო გემრიელიაო. უკვე დიდი ხანია სცენაზე აღარ დგარა, აღარც რეპეტიცია გაუვლია, არა და შესაძლოა ხორცებული იყო სცენასთან.
ვარსკვლავის გახსნამდე აქტიურად ჩაერთო რეპეტიციებში. მსახიობმა მგზავრის წერილები თავიდან გააცოცხლა. სპექტაკლმა ემოციურად ჩაიარა. ეს ვარსკვლავი კი, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის წინ 25 იანვარს გაიხსნა, ისტორიის ნაწილი გახდება. ისტორიის, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.